ქრისტიანს დღე მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ აღდგომის შემდეგი კვირები როგორ არის დალაგებული და რატომ არის ასე დალაგებული. ყველაფერი ეკლესიაში ყველა კვირა ათვლის წერტილი არის აღდგომა. ეკლესიური კალენდარი ესე ითვლის აღდგომიდან, პირველი კვირა აღდგომიდან, მეორე აღდგომიდან, მესამე და ასე შემდეგ ისევ აღდგომამდე მიდის ეს კვირები. ასე იმიტომ იწყება, რომ აღდგომა არის ის მოვლენა, რომელმა მოვლენამაც მთლიანობაში ახსნა, ამოხსნა ის განგებულება, რა განგებულებაც ღმერთმა აღუთქვა ადამს სამოთხეში, რომ მოვლენდა მხსნელს და აღდგომით მოხდა კაცობრიობის გამოხსნა და აქედან გამომდინარე ყველაფერი მართლმადიდებლობაში იწყება აღდგომით და უფრო მეტიც რომ სახარების გაგება, ბიბლიის გაგება ყველაფერი აღდგომით არის შესაძლებელი. აღდგომა თუ არ იქნებოდა, ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებდით და აზრიც ეკარგებოდა საერთოდ ქრისტიანობას, როგორც პავლე მოციქული ამბობს, თუ ქრისტე არ აღსდგარა, მაშინ ყველაზე საცოდაები ვართ ჩვენ, რადგან ყველაფერი ქრისტიანობაში ემსახურება აღდგომას. აღდგომის შემდეგი კვირა არის თომას კვირა, რასაც განახლების კვირა ქვია. განახლების კვირა იმიტომაც ქვია, რომ ეს არის ადამიანის განახლება. ადამიანი განახლდა, განაახლა ღმერთმა და ადამიანი როგორ განახლდა, როცა თომამ თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. და აქედან გამომდინარე ადამიანი როდესაც ქრისტეში დაინახავს უფალს და ღმერთს, მხოლოდ ამის შემდეგ განახლება და მხოლოდ ამის შემდეგ აღსდგება და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოდის მასზე სული წმინდა. როგორც იოანე მოციქული ამბობს, ჯერ არ იყო სული წმინდა მოცემული, რადგან ქრისტე არ იყო განდიდებული, რადგან ქრისტეს ვერ ხედავდნენ ისე როგორიც ის არის, ანუ ის არის განკაცებული ღმერთი, უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი და ამას რადგან ვერ ხედავდნენ, ამიტომაც არ ეძლეოდათ მათ სულიწმინდა. ხოლო როდესაც მოციქულებმა თქვეს და უთხრეს უფალს და დაინახეს ეს ყველაფერი, რომ ქრისტე არის ჩვენი უფალი და ჩვენი ღმერთი, ამის შემდეგ ქრისტე ეუბნება მათ მიიღეთ სულიწმინდა შებერა და მისცა სულიწმინდა და შემდეგ 51 დღეს მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმინდა. შემდეგი კვირა არის მენესალცხებელე დედათა კვირა და ესეც იგივე მოვლენაა. აქ უპირველესად ის არის, რომ ქრისტემ პირველ რიგში ქალის ღირსება აღადგინა. ვიცით ჩვენ როგორ იწყება ქრისტეშობის შესახებ მათე სახარება. აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი და ანუ ქალს წართმეული ქონდა შობადობა კი, ანუ ის შვილი ითვლებოდა მამის მიერ შობილად, იმდენად დამცირებული იყო ქალი და ქრისტემ თავისი განკაცებით, ქალის მიერ განკაცებით და კაცის გამოტოვებით, თუ შეიძლება ესე ითქვა, რადგან ქრისტე სულიწმინდისაგან და მარიამისაგან განკაცდა, აღადგინა ქალის ღირსება და აღდგომილი ქრისტეც ქალს ეცხადება და ეცხადება დედებს პირველად და როდესაც დედები მივიდნენ მოციქულებთან, მოციქულებმა მათი სიტყვები მიიღეს სიტყვებად ბავშვების მიერ ნათქვამ სიტყვებად. ანუ როგორც
ბავშვებივით ლაპარაკობენო, იმდენად დაუჯერებელი იყო მოციქულებისთვის ის, რასაც დედები ეუბნებოდნენ. დედების განწყობა არის ასევე ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი მოვლენა, იმ გაგებით, რომ დედები მიდიან ისეთ ქრისტესთან, რომელი ქრისტესგანაც უკვე არაფერს არ ელიან, არც სასწაულს ელიან, არც ამ ქვეყნის მიღებას ელიან, არც დიდებას ელიან, არამედ მიდიან პირიქით, რომ მოემსახურონ მკვდარ მოძღვარს, რადგან უყვართ ის და აი ეს მოვლენა მოლოდინის გარეშე ღვთისმსახურება არის ქრისტიანობის უმთავრესი მიზანი, რომ ჩვენ მოლოდინები არ გქონდეს, მიწიერი მოლოდინებს გულისხმობ ღმერთისგან და ისევ ემსახუროთ მას, აი მაშინ ვიხილავ ჩვენ აღდგომილ ქრისტეს. ასევე იყო განღვეულის კვირა, განღვეული არის სიმბოლო ყველა ადამიანისა, რადგან ადამი როგორც ამ განღვეულს არ ყავდა კაცი, ვინც მას აღიყვანდა და წყალში ჩაუშვებდა, ასევე კაცობრიობას არ ყავდა ვინმე, ვინც მას აღადგენდა და მოვიდა მხსნელი იესო ქრისტე და აღადგინა კაცობრიობა, ანუ მოციქულების სახით, მოციქულები აღადგინა და მოციქულების შემდეგ მიავლინა იმისთვის, რომ განეახლებინა მთელი კაცობრიობა. და შემდეგი არის უკვე სამარიტელის კვირა და ეს სამარიტელის კვირა არის ისევ და ისევ აი ამ ქრისტიანობის გავრცელების და მთელ სამყაროსთვის ქადაგების სიმბოლო, რადგან სამარიტელი დედაკაცი არის პირველი წარმართი ქალი, რომელმაც ქრისტე იქადაგა. იცით თქვენ, როდესაც ის შეხვდა ქრისტეს, მაშინ უთხრა, რომ შენ წინასწარმეტყველი ყოფილხარო და ჩვენ ველოდებითო წინასწარმეტყველსო და ქრისტემ უთხრა, მე ვარ ის, რომელიც შენ გელაპარაკება, ისა ვარ, ვისაც თქვენ ელოდებით. და ის მიდის თავის თანა ქალაქელებთან და ეუბნება, რომ ვიხილე ის, ვისაც ველოდით მითხრა ყველაფერი, რაც კი მალულად გამიკეთებია, განაცხადა ყველა ჩემი ცოდვა და მან პირველმა იქადაგა ქრისტიანობა. შემდეგ არის ბრმის კვირა და შემდეგ არის კრებები და შემდეგ არის სული წმინდის გარდამოსვლა. თუმცა ამაზე მე შემდეგშიც გავაგრძელებთ საუბარს. რაც შეეხება აი აღდგომას, ერთი რამეა საინტერესო, რომ აღდგომის დღეს წირვაზე იკითხება არა აღდგომის ამბავი, არამედ იკითხება იოანეს სახარებიდან პირველი თავი, ხო, თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ანუ საინტერესოა, რომ აღდგომის დღეს რატო იკითხება იოანეს სახარებიდან ეს პირველი თავიდან ეს მონაკვეთი და ეს იმიტომ, რომ ზუსტად აღდგომა ადამიანში რომ მოხდეს და ადამიანი რომ აღსდგეს, ამისთვის აუცილებელია, რომ აი ქრისტეს სიტყვა შევიმეცნოთ, რა გვითხრა ქრისტემ, როგორ გვითხრა და ვინ არის ის ძეღვთისა, რომელიც განკაცდა მოვიდა ჩვენთან. ერთი რამეც არის აგულისხმო, რომ აღდგომის შემდეგ სამოციქულოდან იკითხება წირვებზე არა მოციქულთა ეპისტოლეები, არამედ საქმე მოციქულთა. და მოციქულთა საქმეებიდან იკითხება და ესეც ალბათ იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელმაც აღდგომა იხილა, აი ეს მერე ცხოვრებას სხვანაირად იწყებს. ვინც დაინახა, რომ ღმერთი განკაცებული ღმერთი აღსდგა და სიკვდილი დამარცხდა და ადამიანისთვის გაიხსნა სასუფეულის კარი, აი შემდეგ უკვე ადამიანი რაღაც სხვა ზომით იწყებს სულიერ ცხოვრებას და ისე რომ დავაკავშიროთ, აი აღდგომის შემდეგ პირველი ორი კვირაა მაინც პირდაპირ იმით აღდგომასთან კავშირში. ეს არის აღდგომის შემდეგი კვირა თომას კვირა და შემდეგ არის მენელსაცხებლე დედები და ეს ორიც ალბათ საინტერესოა იმით, რომ თომა არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ რომელსაც არ ყავდა
აღდგომილი ქრისტე ნანახი და მოციქულებმა უთხრეს ამის შესახებ, როცა მოციქულებს პირველად გამოეცხადა ქრისტე, თომა ამბობს, თუ არ ვიხილავ, არ ვირწმუნებო. ეს არის აი რაღაც გონებით ძიება. აი მე უნდა ვნახო და გონებით ეძებს, აი ხილვა უნდა. და მერვე დღეს ეცხადება კიდეც ქრისტე და თომა ნახავს აღდგარ ქრისტეს და ირწმუნებს უკვე სხვაგვარად და მეორე საინტერესო ის არის, რომ დავაკავშიროთ მენელსაცხებლე დედები იქ არდევს რაღაც გონებითი და ლოგიკის ისა, იმიტომ რომ აი მიდიან საფლავთან და გზაში ამბობენ რომ დიდი ლოდია მიფარებული საფლავს და ვინ გადაგვიგორვებსო ჩვენ ამ ლოდსო, მაგრამ მაინც მიდიან. მიდიან იქ, სადაც საშიშროება იმის რომ მიდიხარ, დიდი რისკი იყო იქ მაინც, იმიტომ რომ ქრისტეს პატივისცემა და ქრისტეს ხეულის თაყვანისცემა ეს უკვე მაინც საშიში იყო. აი რაღაცა აქ მენელსაცხებლე დედებთან რო შევხედავთ, რაღაც უფრო ის არის, აი რაღაც სიყვარული უფრო წინ დგას, ვიდრე რაღაც გონებით, რაღაც გაზომვა ყველაფრის, რას რა მოყვება და ესეთი უფრო დიდი არის მათ შორის სიყვარული და აი ამ ორ სიმას რო შევადარებთ, ალბათ ის არის, რომ აი აღდგომილი ქრისტეს მსახურება და მისი დანახვა არის, რა თქმა უნდა, გონებით ძიება, მაგრამ არა მხოლოდ გონებით, იმიტომ რომ არის რომ რაღაც გონებაზე აღმატებული, ანუ არის რაღაცა, რასაც ჩვენ ლოგიკითაც ვერ ამოვხსნით გონებით, აი მიდიხარ და წინ დიდი ლოდია, მაგრამ მაინც მიდიხარ. აი ესეც რაღაც საინტერესოა, რომ შევხედოთ ეს ორი რაღაც დაკავშირება. აი იმაზე რო ამბობდი, აღდგომას იკითხება სიტყვაზე ხო სახარება. ხო სიტყვაზე როგორც იმიტომ იკითხება, რომ იკითხება აი წესით ლოგიკურად რო იფიქრო, უნდა იყოს ალბათ აღდგომის რომელიღაცა ეპიზოდი უნდა იკითხებოდეს ხო აღდგომის სახარებაზე, მაგრამ სიტყვაზე ალბათ იმიტომ იკითხება, რომ რაც დაეცა ადამიანში სწორედ მის აღდგომაზე იკითხება ადამიანში ხო თავიდან ადამიანში ღვთის სიტყვა დაეცა იმითი რომ მან ეშმაკის სიტყვას უფრო დაუჯერა ვიდრე ღვთის სიტყვას და შემდგომ უკვე ქრისტეს განკაცების მერე ხდება ამ სიტყვის აღდგომა, ანუ ადამიანში ხდება ისევ ამ სიტყვის აღდგომა და ალბათ ამიტომ იკითხება აღდგომის წირვაზე სწორედ ეს სახარება. აი თომას კვირას იქ აღნიშნულია სახარებაში, რომ შეშინებული ზიან სახში და სამოციქულოში კიდე ნაჩვენებია მათი გამბედაობა, როგორ გაბედულად გადაგებენ, როგორ წარს დაპატიმრების ეშინიათ, ემუქრებიან და სხვა ადამიანი სანამ აღდგომას იხილავს ქრისტეს და სხვა ადამიანი, როდესაც ის უკვე აღდგომას იხილავს და მასზე სულიწმინდა გადმოვა, მანამდე შეშინებულები არიან, ხოლო აღდგარი მაცხოვარის დანახვის შემდეგ უკვე გამბედავები ხდებიან და იქ ცოტა ისეთი გადატანით მნიშვნელობით რომ განმარტოთ შეშინებული რო ზიან ოთახში ეს ნიშნავს რომ აი ჩაკეტილ კარებში იჯნენო და ადამიანი მათ საკუთარი გონება უნდა ჩაუკეტო ამ სოფელს როგორც მოციქულებს ამ სოფლისთვის კარი ჰქონდათ ჩაკეტილი და იჯნენ სახში ისე ადამიანმა გონება უნდა ჩაუკეტო ამ სოფელს რომ მიწერი აზროვნება მიწერი ფიქრი არ შემოგივიდეს გონებაში ამის შეში უნდა კონდეს რომ მიწერი აზროვნება არ შემოგივიდეს და აქ ასევე საინტერესო ალბათ თომას ახარებაში ის რომ თომამ იხილა მაცხოვარი და ირწმუნა მაგრამ მაცხოვარი ამბობს რომ ნეტარ არიანო ვისაც არ უხილავს და რწმენესო ანუ ასევე აქ იუდეველებიც ხომ იყვებოდნენ ხო უსმენდნენ ქრისტეს გადაგებას მის სწავლებას მაგრამ არ ირწმუნეს მისი და იყვნენ მოციქულები რომლებმაც ირწმუნეს მისი ანუ აი ამ ხილვას ქრისტეს სასწაულების ხილვას ავტომატურად მაინც არ მოყვებოდა მისი რწმენა ვიღაცისთვის ეს ხილული მაინც არ იყო მიზეზი რწმენის მიღებისთვის და ვიღაცისთვის კიდე რასაც ვერ ხედავს იმისი წამს, აი დღეს ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ წამთ
წამს და პირველ საუკუნეში ესე არ იყო, პირველ საუკუნეში ხედავდნენ მის სასწაულებს და ირწმუნეს. და ანუ ეს რისი თქმა მინდა რომ პირველ საუკუნეში ხედვა შობდა რწმენას და დღეს ჩვენში რწმენამ უნდა შვას ხედვა. ჩვენ აი დღეს არ აგვაქვს ის შესაძლებლობა რომ ქრისტე ვიხილოთ ხილულად ისე როგორც ამას მაშინ მოციქულები ხედავდნენ. განრღვეულის სახარებაშიც საინტერესოა ის რომ ეს განრღვეულს არ ყავს კაცი, ვინც დაეხმარება და ვინც ამ იმაში აუზთან მიიყვანს და განიკურნება. და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეხა იქ რამდენი მღვდელი იყო იერუსალიმში, რამდენი იუდეველი იყო, მაგრამ არც ერთს არ გარჩენია სურვილი იმისა, რომ ამ განრღვეულს დახმარებოდა. და როდესაც ეს განრღვეული უკვე ფეხზე დგება, უკვე ინტერესი უჩნდებათ მის მიმართ. და კითხულობენ ვინ განკურნაო შენო და საერთოდ ეს ავადმყოფობის მიზეზებიც ხო ადამიანში შეიძლება ადამიანს ავადმყოფობა დაემართოს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ბუნება დაცემის შემდეგ ხსნადია, მოწყვლადია, შეიძლება ადამიანმა თვითონ მოაწიოს თავის თავს და შეიძლება ეს ღვთის დაშვებითაც ხდებოდეს. აი მაგალითად დიდი მამები ხო ბასილი დიდი ოქროპირი როგორ ავადმყოფობდნენ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიტყვით რომ რაღაცა ეს დასაჯელად იყო მათთვის, ხო? ეს იყო იმისთვის მათთვის რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლებული იყვნენ და ვიღაცისთვის კიდე ეს ღვთისგან დაშვებული ავადმყოფობა არის გონცმოსასვლელად. ანუ ავადმყოფობა დასაჯელად კი არ არის, ავადმყოფობაში უნდა დაინახო შენ ის რომ აი გონიერი ადამიანი უფრო დაიწყებს იმის ძიებას, რატო დაემართა ეს და სხვისკენ კი არ დაიწყებს ხელის შვერას, არამედ საკუთარ თავში დაიწყებს მიზეზების ძიებას. და მორწმუნე ადამიანი წესით ასე უნდა იქცეოდეს და ერთი ის არის საინტერესო ის წიგნი არის ესეთი აი საკონცენტრაციო ბანაკზეა და იქ არის ერთი ესეთი ადგილი ანუ გადარჩენის შანსიო ამ ბანაკშიო ბევრს ჰქონდაო და უფრო ისეთებს ჰქონდათო ვისაც ვინც სინდის კარგავდაო და სინდისზე ამბობდაო უარსო და საუკეთესოებიო არ დაბრუნებულანო ამ ბანაკიდანო. ანუ როგორი რაღაცა აი რაში ხედავს ადამიანი გადარჩენას. ვიღაცა გადარჩენას ხედავს იმაში, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს და ვიღაცა კიდე გადარჩენას ხედავდა იმაში, რომ ღირსება და სინდისი შეინარჩუნოს. ანუ როგორი რამეა, რომ სიცოცხლე საერთოდ ხო და აი ჯანმრთელობა, ეს ყველაფერი არის საშუალებები და არა მიზანი. და როდესაც შენ საშუალებას მიზნად აქცევ, მაშინ აუცილებლად კარგავ ღირსებას. აუცილებლად დაკარგავ. და როდესაც შენთვის მიზანია ის, რომ დარჩე ღირსეული ადამიანი, მართალი ადამიანი, აი მაშინ უკვე სიცოცხლეს თმობ და შენთვის გადარჩენა არის ის, რომ დარჩე მართალი ადამიანი და არა ის, რომ სიცოცხლე შეინარჩუნო. და საერთოდ აი მამები რო ამბობენ, რომ სიცოცხლე გინდა არ გინდა, ერთ დღეს ყველას იძულებით დასათმობი გვექნება. ხო? და ერთი ის მახსოვს, არ მახსოვს ვისთან წავიკითხე, ესეთი ის ჰქონდა, რომ ის რაცო იძულებ გონიერი არისო, ისო, ვინცო ის რაც იძულებით დასათმობი არისო, იმას წყნად მიართმევსო უფალსო. და სიცოცხლე ერთ დღეს ყველას გვექნება დასათმობი, მაგრამ აი გონიერი არისო ის, ვინც აი ამ სიცოცხლეს ღმერთს შეწირავს და ღმერთს მიართმევს თავის ცხოვრებას და ავიცი ქრისტიანობაც ალბათ ამას გულისხმობს პირველ რიგში აი წამსში რო არის მოველი აღდგომა სამკვდრეთით. აი როდესაც შენ აღდგომის მოლოდინით ცხოვრობ, ხო, მაშინ შენთვის
ამ მიწაზე სიცოცხლის იმდენად არ უფრთხილდება, მაგალითად ქეთევან დედოფალი, ხო? ეხლა მისთვის გადარჩენა რო ყოფილიყო მიწაზე ცხოვრება, უარს იტყოდა ქრისტიანობაზე, ხო? მაგრამ მისთვის გადარჩენა იყო სულის ცხონება. აი მოველი აღდგომა სამკვდრეთით, ამაში ხედავდა ის ხსნას. როცა უპირისპირდება, რა თქმა უნდა. ხო, როცა უპირისპირდება და ამიტომ ეს მაინც აზროვნებაზეა დამოკიდებული ადამიანი გადარჩენაში რის გადარჩენაზე ზრუნავ. სინდის თუ კარგავ სიცოცხლის შენარჩუნების და ამ ქვეყნიურად სიმდიდრის მოპოვების მიზნით მაშინ სიცოცხლეს კარგავ. სინდის დაკარგვა ეს სიცოცხლის დაკარგვაა პირდაპირი გაგებით. ამიტომ როგორც ხა ვინც ძლიერი იყო ვერ გადარჩაო, ხო? და ვინც სინდისზე თქვა უარი, ისინი გადარჩნენო. ანუ დღესაც ხშირად ხედავ ამას, რომ არათუ ერის ადამიანი, არამედ ღმერთის მსახურები ამბობენ სინდისზე უარს. ღმერთის მსახურები. სხვადასხვა იმ წიგნში ეწერა ის იმაზეა, ხო, ეს საკონცენტრაციო ბანაკში რო არის, მეუყვანე ხო, ფრანკლის წიგნი. იქ ეწერა ისა, მეც წავიკითხე მაგიდა ეს კაპოები იყვნენ არჩეულები ისევ ტყვეებიდან და უმეტესობა კაპოთაგანიო, ანუ უკეთესად იკვებებოდაო ბანაკში. ვიდრე ერში ქონდაო მას საჭმელი, ესეთებს ირჩევდნენო. ხო და დღეს ეკლესიას რო დააკვირდები, წარმოიდგინეთ ქრისტეს სახელით რამხელა სიმდიდრეები და როგორი ფუფუნებით ცხოვრებას ეტანებიან უმეტესობა. სახელით უნდათ ფულიც, ყველაფერი, სიმდიდრეც, ერარქიაც, პატივიც, მანქანებით, ქრისტეს სახელით. ხო და როცა ამის დაკარგვას ემუქრება საშიშროება, იქ რა თქმა უნდა სინდის კარგავენ და სინდისის დაკარგვა ქრისტეს დაკარგვაა, ქრისტეს სიტყვის დაკარგვაა. ამიტომ ეს ყველა უკეთ ცხოვრობს, ვინც ქრისტეს სახელით არის. ვიდრე ცხოვრობდა. ქრისტეს სახელს რო იყენებდა, ანუ ახლა დღეს აი როგორი ბრძოლა არის საპატრიარქო ტახტისთვის, როგორი იბრძვის აი მოსაყდრე, რომელმაც ფაქტიურად წარმოიდგინეთ ხა ადამიანი მეუფე ესაია, რომელსაც სიცოცხლე გადადებული ქონდა. ხო და დიპლომი აქვს. სიცოცხლე გადადებული ქონდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. იქ დარჩა და ახლა ჩვენ ის ვიცით რომ გადარჩა, მაგრამ საიდან ქონდა მას გარანტია რომ გადარჩებოდა? არავითარი გარანტია არ ქონდა. არავითარი. ამაში რას ხედავ რომ აი ცოდნა და განათლება რისთვის არის? იმისთვის არის რომ ის მერე საქმე დაქციო, ხო, ცხოვრებაში ის განათლებაც მიიღე. მეუფე ესაიამ ეს ცხოვრებით დაგვანახა თავისი განათლება. ანუ განათლება რისთვის არის რომ ისეთი გახდე, რაც მეუფე ესაიამ გააკეთა, ხო, რომ შენი სამწყსო და შენი მრევლი არ დატოვო განსაზრდელის დროს. და ეს მან ცხოვრებით გვიჩვენა და რა დიპლომი უნდა მოთხოვო, მან თავისი დიპლომი ცხოვრებით დაგვიმტკიცა, თავისი სულიერება ცხოვრებით დაამტკიცა. მე მანამდე არ მეგონა რომ ამას იტყოდნენ, მაგრამ უბრალოდ აი მეუფე ესაიას რო ეტყვი, რომ შენ არ გაქვს უფლება რომ პატრიარქობაზე იყარო კენჭი, იმიტომ რომ რაღაცა ბათუმის დიპლომი ან თუნდაც თბილისის დიპლომი, სემინარიის დიპლომი არა გაქვს.
ეს არის ეს არ ვიცი ეს მე ალბათ თვითონ რო გახდება პატრიარქიის მე იტყვის რომ ეს ღმერთმა დამადოეს ჯვარი და ხო ნუ ეს გოლგოთა და ეს მოსიხელაიასი გოლგოთაზე ავდივარ და აი უბრალოდ აი ჩემს ტვინში ვერ ჯდება როგორ შეიძლება და მეუფე ესაიასთვის გეთქვა შეიძლება ის არც გამხდარიყო ისეთი სინოდი ისეთი 20 წევრი ყოლია შეიძლება მეუფე ესაია არ გამხდარიყო პატრიარქი მაგრამ აი მას რო უთხრა რომ შენ არა გაქვს უფლება იყო ამ ერის პატრიარქი რომელი ერისთვისაც თავგადადებული ხარ და სიკვდილზე მიდიხარ დიპლომი რისთვის გინდა თუ ქრისტე არ არის შენში მე არ ვიცი ხა მე რომ მკითხოს მე მაგ სემინარია დამთავრებული ხო თბილისის და არ გავსწავლოდი საუკეთესო სტუდენტი ვიყავი ვერავინ ვერ დამაყვედრის როგორ ის ვიყავი ცუდი რო ვიყავი და რაღაც ისეთი რო არ სწავლობდი მაგას ვერავინ ვერ იტყვის იმდენად კარგად სწავლობდი განსაკუთრებით საღვთისმეტყველო საგნებს მაგრამ კაცმა რომ მკითხოს სად შეიძინე ქრისტე სემინარიაში თუ მონასტერში რა თქმა უნდა მონასტერში რა თქმა უნდა მონასტერში აი იმის თქმა რომ კაცი ამდენი წლები მონასტერში ცხოვრობს ეპისკოპოსი მონასტერში ცხოვრობს და მონასტერში არის აი გონითი ლოცვა და 8 წელში და მას უთხრა რომ შენ ბათუმის დიპლომი არა გაქვს ან თბილისის დიპლომი არა გაქვს და ამიტომ პატრიარქობა არ შეგიძლია ეს არის ჩვენი ეკლესიის კატასტროფა ეს მოსპობს ბერ მონაზნობას მოსპობს საქართველოში იმიტომ რომ ადამიანი რო ჩათვლის რომ თურმე სემინარიის დიპლომი უფრო დიდი ყოფილა ვიდრე მონასტერში 8 წელში ქრისტეს მოპოვება მე რა ვიცი ხო რომელ სემინარიაში რო ვიყავი რო სწავლობდი იცით რას ვეხვეწებოდი ღმერთს ვეხვეწებოდი ღმერთო მეთქი აი აქ რო სწავლობ ისე არ მომკლა მეთქი მინდა რომ წმენა დამეკარგა იმ ცოდნის იმაში ხო მარტო ცოდნა არ იძლევა წმენა მეკარგებოდა წმენა და ღვთის შიში მეკარგებოდა სემინარიაში რო სწავლობდი და მონასტერში რო გავიქეცი ამოვისუნთქე მონასტერში რო წავედი იმიტომ რომ სად მონასტერში შეძენილი მოღვაწეობითი ცოდნა და სად სემინარიაში და აკადემიაში შეძენილი ის ცოდნა რასაც წიგნებიდან მიიღებ თუნდაც ვიდრე 8 წლით და ამიტომ თვითონ ქრისტე მადლობას ეუბნება მამას რომ მადლობა უფალო მადლობა მამა რომ ეს ამ ჩვილებს მეთევზეებს განუცხადე ის რასაც ბრძენები ვერ ჩაწვდნენ რაც ბრძენებს დაუმალე და იოანე ვინ იყო მეთევზე იყო ქრისტიანობა მეთევზეებზე არის ანუ ქრისტეს პრაქტიკულ მიღებაზე არის დამყარებული ქრისტე შემოდის ეს ხო არ არის ფიზიკა რო სკოლაში ისწავლო და წიგნებით რო ისწავლო სახარება არის ცხოვრების წიგნი და მხოლოდ ცხოვრებით გაიგება ის თუ არ იცხოვრე სახარებას ვერ გაიგებ აი ვერასოდეს ვერ გაიგებს ის რომ აცადე თეთრი მღვდელი ან ერისკაცი ვერ გაიგებს აცადე მკვდრების დამარხვა და შენ მე გამომყევი ამას როგორ უნდა გაიგოს ეს თუ არ გაყვა დრო გაყვები მე გაიგებს რა უთხრა და მე უფესეია გაყვა ორომში იყო მიცვალებულებს აპატიოსნებდა მაგრამ საქართველოში რუსეთი არავის არ პატიობს თუნდაც მის წინააღმდეგ ერთი სიტყვაც რო კონდეს ან ერთი ნაბიჯი რო კონდეს გადადგმული ის არ ომობდა რა თქმა უნდა მაგრამ იმ გაჭირვებულ ხალხს არტოვებდა და ამიტომ ის ძალიან საფრთხეში იყო იგი იღებდა რუსები რო შემოდიოდა ოკუპაციას ვაკეთ ტანკებისთვისაა გადაღებული პირდაპირ აი ტანკები გადიან მის წინ და იმაზე სურათები მისა ვიდეოებია გადაღებული ფაქტები დაფიქსირებული და ამას რუსია პატიებს არა ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია
მეუფე ესაიას რომ უთხრეს შენ თურმე არ შეგიძლია პატრიარქობა. აი არ ვიცი ქრისტიანობა აი საქართველოში დააკვირდით ხო არის აი მოციქულები და დედებიც ხო მოციქულებივით ქრისტეს მიყვებოდნენ. ეს პირველი აღნიშნა ხო არის აი პირველი არის თომას კვირა, მენელსაცხებელი და განღვეული ხო? ანუ ადამიანთან მისვლა, განღვეულთან მისვლა, აი ამისთვის აღადგინა ესენი. ხო. ანუ მოციქულები და დედები იმისთვის განწმინდა რომ სხვა დანარჩენ გაჭირვებულ ადამიანთან მისულიყვნენ როგორც ქრისტე მივიდა განღვეულთან იმიტომ დაანიშნა ეს ეკლესიამ ეს კვირა ანუ მესამე ეგ არის ნახეთ რა მხოლოდ მნიშვნელოვანი იმ გაჭირვებულთან მისვლა ქრისტიანისთვის და ახლა დადგებიან და ქადაგებენ აიო ქრისტემო აღმოაჩინაო განღვეულ ჯერ ერთი ქრისტემ რა აღმოაჩინა მაგრამ კაცო შენ რატო ვერ აღმოაჩინე ამ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები რომლები დედები აკუდებიან იქ გარეთ ყოფნით ტირილით თხოვნით ერთ სიტყვას არ ამბობ შენ რატო არ აღმოაჩინე ეს განღვეული თუ აღმოაჩინა ქრისტემ შენ ეს არ უნდა აღმოაჩინო რა აღმოსაჩენია 24 საათი ტელევიზიები ამაზე აი შედარებით რო ვთქვათ მაგალითად რომელი უფრო დიდია რომ იმ ბავშვების გამო რომელიც წამალს ითხოვენ გადარჩენისთვის დედები ქუჩაში დგანან უკვე ღამეები და მათი ტირილი გესმის და ამ ბავშვების ცრემლებს უყურებ ეს უფრო დიდია და თუ პატრიარქობა უფრო დიდია ანუ ეხლა რას ვამბობ პატრიარქობა დიდია მაგრამ ამ ბავშვების დაცვის გამო ამ ბავშვებზე სიტყვის თქმის გამო რომ შენ ხვალ დაგიწუნონ პატრიარქად და ამის გამო ხელი შეგეშალოს ან მეორე ამაზე გავჩუმდები მაგრამ პატრიარქი გახვდები აი ღვთის წინაშე რა თქმა უნდა უფრო დიდია რომ ბავშვებისთვის სიტყვა მოიღო და ბავშვების სიცოცხლისთვის იბრძოლო მაგრამ აი აქ მთელი თავარი პრობლემაც ხარ რო თქვა და აი მამაო თქვენ რო ახსენეთ და ისა იმაზე წიგნიდან იმის ერთი მეს გამახსენდა ისა აქ იგორი წიგნია ხო ფრანკლს აქ დაწერილი და მეორე კიდეა პრიმო ლევია ესეთი ის მასაც აქ ამ საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა მანაც დრო და ერთი რამე ხა გამახსენდა იქ არის ერთი ესეთი კითხვა რომ ამას ეკითხებიან რომ ეს საკონცენტრაციო ბანაკებში ესეთი სისასტიკეები და წამებები რო ხდებოდაო მაშინ არ იცოდაო ეს გარესამყარო ევროპის შუაგულში ნუ ეს რო ხდებოდა ეხა ოსვენციმში ესეთი დიდი უბედურება ტრაგედია გერმანიაში არ იცოდნენ და ეს პასუხობს რომ კიო როგორ არ იცოდნენ მაგრამ მაშინო გერმანიაში დამკვიდრდაო ეს ერთი ესეთი წესი ვინც იცოდაო არ ლაპარაკობდაო ვინც არ იცოდაო კითხვებს არ სვამდაო და ვინც კითხვებს სვამდაო ამაზე არავინ არ პასუხობდაო ეს ყველაფერი იმისთვის იყო ესე რომ ეს ყოფილიყო მათი უცოდინრობის თავშესაფარი ანუ მე არ ვიცი ეხლა ზოგჯერ ძალიან ხშირად შემხვედრია რომ საქართველოში ხო თავის გასამართლებლად არ ვიცი არ გამიგი აი ერთს ვეკითხები მეთქი არ ხედავ მეთქი გუში ნახე მეთქი რაღაც ინფორმაცია ესეთი ქუჩაში როგორ ცემეს ახალგაზრდები როგორ რაღაცა და არაო არ მინახავსო და ამერიკის ამბებს მიყვება ეპშტეინის ამბებიო თუ რაღაცები ამერიკის ამბები იცი ესე კარგად სოფლიოში რა ხდება გარესამყაროში და ეხლა საქართველოში რა ხდება ხო ერთემ მეგობარია კიდე ურეკავ ადრე და ურეკე მეთქი კითხე აი ნახე მეთქი გუში რაღაცა ისე რაღაც ძალიან ის იყო ქუჩაში ქალები ცემეს რა პირდაპირ და არაო არ მინახავსო და მე უთხარი ყოჩაღზმაო შენ თუ არ გინახავს და ამას არ უყურებ და ამას მაგრამ ეს საერთოდ კატეგორიის ადამიანებისთვის ეს არის თავშესაფარი უცებ არ მინახავს არ ხედავ არ გამიგია როგორ არ გაგიგია რა უბედურება ხდება და ხა აი ესეთი რაღაცა აი ბევრისგან მესმის რომ არ უნახავს არ გაუგია და ნუ მთელი ამბები და სხვათა შორის ერთი რამეა კიდე იმ წიგში საინტერესო რაღაც ისე მომხვდა რომ ეკითხებიან რომ იქო აჯანყებები იყო ამ კონცლაგერებში და იცი რა იყო ორი მომენტი იყო რომ სუსტები ვერ აჯანყებდნენო
ანუ ესეთი საკში არსობრივად რომ ძალიან სუსტები ვერ ბედავდნენო და ცოტა ისეთი მოძლიერებულებმა გაბედესო და ანუ ადამიანები რომლებიც ისე შეეგუენ იმ სისტემას იქ ხონოსას ასტიკი ადამიანების დამონების ის ადამიანის სახელით წართმეული ქონდა ნომერი იყო ადამიანის სახე რომ 1000-700 რაღაცა და გაქვს ეს ნომერი თორე სახელიც კი წაგართვეს ანუ პიროვნების სრული განადგურება და იქ ამას ვინც შეეგუა ისინი იმად არ ქონდათ უკვე პროტესტი მაგრამ იყვნენ ადამიანები რომლებმაც ეს გაბედეს ანუ ცოტა ძლიერები ვინც იყვნენ და აი ეს არის რაღაც მე ესეთ რაღაცას ამბობს ის ვინც ჩვარივით იყო უკვე იქ იმისინი უკვე დაინგრნენო და ანუ ვერაფერი ვერ გააკეთეს და აი ეს არის ახლა მე ორივე წიგნი რო წავიკითხე იმდენად მართლა დამაფიქრა და აი რაღაც ბევრი რაღაც გადმოვიტანე დღეს ჩვენს რეალობაში ერთი ისიც აქ ფრანკს უწერია რომ ისო არანორმალურ ვითარებაში არანორმალური საქციელი ნორმალური არისო. ანუ როცა ხედავ არანორმალურ გარემოს და იმას რომ ნორმალურად უყურებ და მშვიდად, ესე იგი მაშინ ხარ არანორმალური. მაგრამ როცა არანორმალური ვითარებაა და ხედავ გარედან ხელა სისასტიკეს და ამაზე გააგჩენს რაღაც ესეთი არანორმალური რეაქცია, აი ეს არის ზუსტად ნორმალური. როგორ არ უნდა გქონდეს ახლა ადამიანს ამ ყველაფერზე რეაქცია? ახლა თავიდან ვამბობდით და მოსაყდრეშიო და ეკლესიის დიდი ნაწილი, ხო, რომლებიც ყველა იმ სისასტიკეს, რასაც ხედავდნენ, იყვნენ მშვიდად. და არაფერი არ რაღაც ესეთი სიმშვიდით უყურებდნენ და ვიღაცები აღელდნენ, ვიღაცებმა გამოთქვეს, აი მეუფე ზენონი გამოვიდა თქვა, მეორემ თქვა, მესამემ თქვა და რა ვიცი, გამოთქვეს ვიღაცებმა პროტესტი და მე ზუსტად ის ქონდა მე უფეშიოს რო ვკითხე ამაზე, რა ვიცი, მთელი ის მომიწყვეს რომ მეთქი, რა ვიცი, მოსაყდრე ხარ, ესეთი რაღაცები ხდება და ვერ გავიგე ესეთი დუმილი, რატო ამეთქი რომ არ მესმის, ახლა მე ხო არ მithქვამს რომ პოლიტიკური მხარე უნდა ირჩიო, მაგრამ უბრალოდ ის ვიკითხე რომ გამიკვირდა, ახალგაზრდები ცემენ, ქუჩაში ქალებს ცემენ, ბავშვებს ცემენ, რუსთაველზე ხალხი იძახის ეკლესიას ათხართ და გამიკვირდა მეტი სად უნდა ვიყოთ ეკლესია მართლა ის ხო არ არის მაგრამ მე გამახსენდა ერთი რაღაცა გაბედულობა ვაშკაცობა სხვა რამეა ეს შე რო თქვი უცოდინობას რო შეაფარეს თავი ადამიანებმა აი მეორედ მოსვლისას ვინ ჯოჯოხეთში მიდის იმათ რო ეუბნება არ მასვით არ მაჭამეთო სად გნახეთო ანუ უხედველობას შეაფარეს თავი ანუ არ ჩანდი არ ჩანდი, სად გნახეთ, ვერ გნახეთ, ხო, ეს საინტერესო დაგვირობა არის, რომ აი როცა არ იმჩნევ, მაშინ მიდიხარ ესე იგი ჯოჯოხეთში. ხო, გაწყობს ეს. ხო, ანუ ჯოჯოხეთის მკვიდრი ხარ აქაც, როცა არ იმჩნევ სხვის პრობლემას. როცა არ იმჩნევ იმას რომ შია, როცა არ იმჩნევ რომ იმას რომ ტკივა, როცა არ იმჩნევ იმას რომ შვილი უყვდება და წამალი არ აქვს და როცა აი ამ ყველაფერს უბრალოდ აი როგორ არის შეიძლება ვერ დაეხმარო. ანუ ვერ დაეხმარო ადამიანს არ ქონდეს იმის საშუალება, მაგრამ მოდით რა ერთად ვილოცოთ. რაღაცა აი კი, მოდი ერთად თხოვოთ. მეც მივალ თქვენთან ერთ, მეც ვთხოვ. არ რაღაცა ერთად გავაკეთოთ, მაგრამ არა, ეს უკვე დაპირისპირება იქნება. და მე ვერ გახდება ტახტზე, ტრონზე ვერავა. ეს მე ეს პრობლემა არის და ერთი მინდა კიდე ეს მე რო ეკლესიაში მოვედი, ეს ახალი რო ვიყავი, რაღაცებს გავიხსენებ, მოკლედ ეს მწვალებლობა და რაღაცა ეს მაშინ იყო რა, ეს მწვალებლობა და რაღაცებს იძახდნენ ხოლმე და რა არის ეს მწვალებლობა მეთქი და მახსოვს რომ ერთმა ამიხსნა რა არის მწვალებლობა და ეს აი ეს პატერიკი იცის საქართველოში ყველა მღვდელმა დარწმუნებული ვარ ყველასაა გაგონილი ყველა ბერს ყველა მღვდელს ერთი ბერი იყო თქვენს გაგონილი და უბრალოდ ხალხისთვის ვიტყვი ხალხსაც ექნება გაგონილი და გამოსცადესო გამოსაცილად უთხრესო რომ განდეგილი ბერი იყო და შენ რომ ამბობენო შენზე რომ რისხანი ხარო და კიო შემინდეთო მრუში ხარო კიო შემინდეთო მკლელი ხარო კიო შემინდეთო და მწვალებელი ხარო და
არა, ქრისტეს არ ღალატობო. ქრისტეს არ ღალატობო და ეს არაფრით არ დაიბრალო. ხო და როგორი რაღაცა ახლა შენ რომ თქვი რომ მოსაყდრე არის ეგზარხოსიო. ამის გამო სასტიკად დაგსაჯეს და არა და ჩანს ხო რუსეთი არის მისი მხარდამჭერი ახლა სამუდამო მომისაჯეს. მეუფეზე რორმაც ხო თქვა რომ რუსეთი უჭერსო მხარსო. ახლა ეგზარხოსის წოდება ხო არ არის მწვალებლის თქმა. ხო არა. ანუ შენ ხო არ გითხოვს რომ მწვალებელი ხარ. ანუ რუსეთის მხარეს დგომი, მე ყოველთვის ასე ვხსნიდი ამას. ხო და მე ვიძახი რომ მეუფეში ვარ მწვალებლობის ფარველი. ეს არა. მეუფესებანე მწვალებლობას გადაგებს. ქრისტიანობა არ იცის მეთქი. დამიბარეთ სინოდში. ეს არ აწუხებს. ხო. ეს არ აწუხებს. ანუ ის რო სწავლებას არ ყოფს, რასაც ახლა მეუფეში ნათელზე გადაგებდა, განსაკვეთია. ხო, უნდა ახსნას. ბუდიზმია თუ რა არის ვერ გაიგებ. ან ახსნას, ან თქვას რომ შეეშალა. არა. ნუ მე აი ეს რამდენჯერ ვთქვი, გაჩუმდნენ, ეს არ აინტერესებთ. ეს არ აინტერესებთ, მაგრამ ეხლა რო თქვა რომ აი რუსის აგენტია, დამიბარებენ და გლობიდანაც გამკვეთავენ და ზიარებასაც ამიგზავნა. ანუ შენთვის რუსის ახლა ის რომ რუსის რომც იყოს ეგ არ არის მწვალებლობა. ხო, არა მწვალებლობა. ეს პოზიცია. ეგზაქტ პოზიცია მაგის გამო მე მას ვერ დავიწუნებ. დულებს. მე ვერ დავიწუნებ, აი შენც მაგის გამო ვერ დაიწუნებდი, მაინც უნდა აღიარო მისი ეპისკოპოსობა. და ეხლაც უნდა აღიარო, მაგრამ სანამ მე დამჟი მანამდე მოიწვიე სინოდი რა. თქვი რომ რაცაც შენ ასწავლი სწორია. და გაამართლე შენი სიტყვა. მე უფე სტეფანეს გულისხმობ. ხო. ახლა უყურე რა გააკეთეს ახლა რუსეთს რისთვის უნდა? რუსეთს რისთვის უნდა საქართველოს ეკლესია? ორი მიზეზია. ერთი არის შიდა, ანუ შიგნით რომ რუსული პოზიცია გაავრცელონ მღვდლებმა, ეპისკოპოსებმა და ასეთი სამწუხარო და 20 ეპისკოპოსი უყოლია და იმედი მაქვს რომ იმას მოაკლდება და არ მოემატება. და რამდენიმე ავიცი ასობით მღვდელი. ეხლა ბევრი მოდის ჩემთან რომ დატოვა თავისი ტაძარი, იმიტომ რომ მისი მამაო ხადაგებს რუსეთის საკეთილდღეოდ და რომ რუსეთი არის ხსნა და ევროპა არის გარყვნილება. და ამიტომ წამოვედიო ტაძრიდან. ანუ ბევრი წავიდა ტაძრიდან, ხო? ანუ რისთვის უნდა რომ ეს ხალხი თუნდაც არჩევნები იქნება, რა იქნება, მაშინ რომ ეკლესიის ხმას მოусმინონ. ეს რუსეთმა საქართველოში დაკარგა, როგორც ქართველმა ერმა ხალხმა დაკარგა, კარგავს უпростоრედ ეკლესიას. ანუ ერისთვის ეკლესია იკარგება. თუ მეუფეშიო მოვა პატრიარქად ერისთვის ეკლესია იკარგება, იმიტომ რომ ის არის არასოდეს არ ამოიღებს ერისთვის ერის მამა, ხო. ერის და მეორე საგარეო ხმა. ანუ მართლმადიდებელ ეკლესიებში რაც ხდება, იქ ერთი ხმა ხო გვაქვს ჩვენ, მაგრამ ჩვენც გვეკითხება ვიღაცა რაღაცას, ხო? და წარმოედგინეთ ხა მეუფე სტეფანე, რომელიც ესეთი ხარდამჭერია, განცხადებული ხარდამჭერი, პალიტრანიუსში გამოვიდა და მსოფლიო პატრიარქი გალანძღა და უკრაინა გალანძღა. და უკრაინაში არღებულობენო იმ უკრაინის ეკლესიასო და ესო განხეთქილება არისო და ნუ რაღაც საშინელებები ისაუბრა და მსოფლიო პატრიარქია არ არისო, მსოფლიო პატრიარქიის უბრალოდ ტიტული აქვს ესეო შერჩაო. ადრე იყო ის დროსო. თორე ეხლაო ტიტული აქვს უბრალოდ შემორჩენილი. და ის არ არისო და ჩვენ იმას არასოდეს არღებულობდით მსოფლიო პატრიარქთან და ის რომ მოგცა ტომოსი წერია რომ ჩვენ ვაღიარებთ მის პირველობას. წერი ეს პირდაპირ პირველობაზე ამბობს ისეთი მიდარი ხო და არ ეკუთვნისო და ანუ უკვე ლანძღვა დაუწყო მსოფლიო პატრიარქს და თან მსოფლიო პატრიარქს რომელიც პატრიარქთან ჩამოვიდა და საუცხო სიტყვა თქვა პატრიარქზე როგორც მან და შეაფასა პატრიარქი ისე ჩვენ არ შეგვიფასები აქ არ შეუფასებიათ მეუფეშიომ რა შეაფასა პატრიარქი იცით მე დააკვირდით ანუ მისი ღვაწლი შეაფასა იმით რომ ჯვრის თაყვანიცემის კვირას რო გარდაიცვალა და იმას
იოანე კიბისამღწეველის ხსენების დღეს რო დასაფლავდნენ. ესო არისო მისი ღვაწლის აღსანიშნავი რომ ამ დღეს გარდაიცვალაო და რა ვიცი ახლა ვინ არის ამბობენ რომ ბრწყინვალეში დეულს გარდაცვალება არის კარგი და ვინ არის რომ ბრწყინვალეში დეულს გარდაცვალებას ნატრობს არა ხო ეს როგორ შეიძლება ღვაწლი იყოს და შეადარეთ მისი სიტყვა და შეადარეთ სოფლიო პატრიარქის სიტყვა რომელიც პატრიარქის მიმართებაში წარმოთქვა ტომასის მოცემაშიც თურმე ისე აქტიური როლი აქვს ნათამაშები ანდელ სოფლიო პატრიარქს იმ თამარმესხს უსმენენ და მოკლედ ძალიან ისე აქტიურობდა და ერთი რაღაცა არის კიდე რომ ხო და ეს რო დავამთავროთ აი სოფლიო პატრიარქი ერევა რუსეთმა რო განაცხადა და მოსკოვის პატრიარქმა თუ არ აირჩევთ იმას რომ ჩვენ გვინდაო ესე იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზეო ვინ ერევა სოფლიო პატრიარქს სიტყვა არ უთქვამს და ეს უკვე ერევა და კიდევ ახლა რა ვიცი შენ უთხარი მიდი და უთხარი კაცო კი ყოფილხარ ეს რუსის კაცი და მე რატო ამსანი ჯვარი თქვი აი მე ზუსტად ახლა მაგას მამაშიო გააგრძელებს მე და იმ თემას დავასრულებ რომ აი მეც რო უსმინენ პალიტრანიუსში ხო მე უფე სტეფანე რო ამბობდა აი ძალიან ცუდად მომხვდა ჯერ სოფლიო პატრიარქის ესე მოხსენება ჯერ ესეთი ის რომ უკრაინის ხალხს არ უნდაო და უკრაინის ხალხს რომ მოუნდეს უმრავლესობას მაშინ კიო მხარს დაუჭერთო და მე მასაც გაუკვირდა ჟურნალისტკაც როგორ არ უნდა თუ უკრაინის ხალხს უნდა უმეტესობას მაგრამ მე ხო იცი არ უნდაო და მორჩა მე მეტი როგორ უნდა ეკამათო ეხა ადამიანს ესე ამბობს და ესე უნდა რომ ესე იფიქროს და იქ ამბობს რომ სხვები ვინ არიანო და რაღაც აი სოფლიო პატრიარქს ისე იხსენიებს რაღაც აი ზოგადად აი რაღაცა მაგრამ ამ ყველაფერში ჩემის აზრით მე არ ვიცი ხა ღმერთმა არ ქნას მაგრამ მე მაგალითად დიდი მოლოდინი მაქვს იმის რომ რუსეთის ეკლესიას ხომ გაწყვეტილი აქვს უკრაინასთან ევქარისტიული კავშირი სოფლიო საპატრიარქო სოფლიო პატრიარქთან აქაც ხომ ესე ისაუბრა ეხა მე უფე სტეფანემ რომ ეს არასწორი იყო მისთვის ხო მისთვის მიცემა უკრაინისთვის სოფლიო საპატრიარქოდან ავტოკეფალი დამოუკიდებლობის აი ხვალ იტყვიან რომ ჩვენ ამაზე აგერ მე უფე სტეფანემ უკვე განაცხადა ეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა უკვე განაცხადა რომ ეს იყო არაკანონიკური და არასწორი ანუ აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან მარტივად აქ მივალთ იქამდე რომ რუსეთი ამასაც მოგთხოვს კირილე და ჩვეულებრივად რუსეთის პატრიარქი და ჩვეულებრივად ვიტყვით რომ ეს არაკანონიკური იყო და ესე შეიძლება იმ უბედურ დღემდეც მივიდეთ რომ სოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაუწყვიტოთ და ღმერთმა არ ქნას მაგრამ მე მაგაში ხა მოწინააღმდეგეებს კი ახლა მართლა გყავს გამორჩეული მთავრები მეუფე ზენონი და ისინი ხო მეუფე ზენონი სხვები რა ვიცი ხარიან ვინც ამაზე მეუფე აბრაამი და სხვები იტყვიან მაგრამ უმცირესობაში რო ხარ აფელში არ გეყოფა ეს სინოდში ყოველთვის უმრავლესობა წყვეტს იმას ხო და უმრავლესობაში თუ ეხა მეუფე სტეფანე მეუფე სპირიდონი რა ვიცი ხა ის რუსეთზე ქებადიდება და პლიუს მეუფეში რომ მოვა დაუმატებს რა ვიცი 6-7-8 მე რუსეთე ეპისკოპოსი მე მაინც იმედი მაქვს რომ გონიერება ეყოფათ და არ აირჩევენ მაგრამ რა ვიცი როგორ იქნება საქმე რთული სათქმელია მაგრამ რაღაცა კარგია შენ იმედი გაქვს გონიერება ფიქრობ რაღაცა სინოდს გამოიჩენს რაღაცა ერთიან ძალისხმევას და არ დაუთმობენ ახლა რუსეთს ასე ადვილადაც საქართველოს ეკლესიას და საერთოდ ახლა ეს მეუფე სტეფანე იმიტომ რამდენს ბედავს უკვე რუსეთის ეკლესია რა მართლა რა მიგვითითებს თავმოყარეობის ამბავი წარმოედგინე ახლა მენახშირე ბიჭი უწოდა იმას მენახშირე ხო ეს ორი უპატრიარქი მენახშირე აირჩი ეს ერთხელ პატრიარქატო და ახლა შეიძლება ისიც ისა ყოფილიყო უბრალოდ წერილიო ეს რას ნიშნავს რა მენახშირე რის მენახშირე ესაიაზე ამბობს რომ მენახშირეს ადარებს რა ანუ უბრალოდ არის აი კაცი არის რა როგორი რა ვიცი აი თავხედობს უკვე თავხედობს რა ეს არის უტიფრობა რა ვიცი ახლა მაგი რასაც აიჭებს კი ბატონო ეპისკოპოსია სანამ ეკლესიის წევრია მაგრამ ეს არ უშველის მაგათ ეს არ უშველის მაგას ეთყვის უფალი რომ არ გიცნობო შენ
ეგეთებს ეუბნება უფალი, რომ როცა მიხვალ და შენი სახელი და შენი ეპისკოპოსი არ ვიყავიო, სტეფანე რო ეთქვის უფალი ეთქვის, რომ არ გიცნობ შენ და არასოდეს მიცნე ხარ ჩემადო. იმიტომ რომ ის არ იცნობს უფალს. ის არის მწვალებლობას ასწავლის და თან საერთოდ დოგმატური სწავლება და დოგმატური საკითხები ეს იმდენად მნიშვნელოვანი ეკლესიაში, რომ გრიგოლ პალამას პატრიარქმა უკრძალა, რომ არ ესაუბრა. მაშინ ხო დოგმატური კამათი იყო, არ დაემორჩილა. მერე ნუ ის პატრიარქი მაშინდელი ძალიან პოლიტიკურ რაღაცებშიც იყო ჩართული და გრიგოლ პალამა პოლიტარქიც უწოდა. მერე განკვეთეს და რავი პატრიარქმა დააჭერინა და მთელი ისე იყო დევნაში, მაგრამ ესე დრო საერთოდ რაც მწვალებლობას და სწავლებას ეხება, იქ არ დუმდნენ წმინდა მამები საერთოდ გრიგოლ პალამა მღვდელმონაზონი იყო და არ დაემორჩილა პატრიარქს. ან ჯაღმაიძემ რომ მეუფე დანიელს რო უთხრა, თურმე მეუფე დანიელს არა აქვს ისა განათლება და რა და მეუფე დანიელი ასწავლიდა იქ. ნუ ეს ხა ელემენტარული უკვე კულტურა რაღაც რა ვიცი პატივის. მეუფე დანიელი ასწავლიდა ლექციებს უკითხავდა ახალ აღთქმაში. ჯაღმაიძეს და თურმე დიპლომი, აი თან იქ არ წერია დიპლომი. საღვთისმეტყველო განათლება წერია და საღვთისმეტყველო განათლებას მონასტერში ზღებულობს დიპლომი დამადასტურებელი არ წერია მანდ. მაგრამ ჯაღმაიძემ როგორც ის დაითვალა წლები მათემატიკურად, მათემატიკოსი ვარო. ერთმა ეპისკოპოსმა რო უთხრა ჭყონდიდში, ხო იცით, მე ახლა ღვთისმეტყველება არ ვიციო და მოჭიდავე ვარ თუ და მოდი და მოჭიდავეთო რა, მოდლებს რო უთხრა. ისე ჯაღმაიძემ მე მათემატიკოსი ვარო, დეკანოზი კი არა, მათემატიკოსი ყოფილა თურმე და მეუფე დანიელის ასაკი დაიანგარიშა როგორც ფულს ანგარიშობენ იქ საპატრიარქოში. ლარნახევარი ლარი არ არისო რა, მოკლედ მე მათემატიკოსი არა ვარ, მაგრამ ეგ თქვა ლარნახევარი რა, არა და ქართული ენით წერია, იქ მათემატიკური ენით კი არ წერია, ლარნახევარი კი არ წერია, 70 ნახევარი კი არ წერია. წერია რომ არაუმეტეს 70 წლისა და ქართულად ეს არაუმეტეს 70 წლისა ნიშნავს ზუსტად 71 წელს. ყველა ამას ამბობს, ყველა ქართული სპეციალისტი და რა მაინც მათემატიკოსმა გადაგვიწყიდა ეს ქართული ენის შინაარსი და რა მოცემულობაა და რას ნიშნავს მათემატიკოსი რატო წყვიტავს ამას. ლარნახევარი და 70 ნახევარი და რაღაცებს რა ამბობს რა. ანუ არა კატასტროფაა, ნუ ინტერპრეტაცია არ შეიძლება რომ ჩვენს დროს რა არ ვირღვეოდა? იქ მართვა გამგეობაში ზუსტად წერია რომ არ შეიძლება დაინტერესებული პირი იყოს ისა კომისიის წევრი. ხოდა მე მაგას ვითხოვდი რომ თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ კომისიის წევრი. და ვინ მიაქცია ყურადღება და რა ეხლა გახდა მაინც არაუმეტეს 70 წლისა მათემატიკური. ის არ იყო მათემატიკური, როცა მე მიბარებდა ჩემზე გაბრაზებული ჯაღმაიძე და ბოტკოველი, ჩვენზე ეს რატო თქვიო? და მე ვითხოვდი სინოდალურ კომისიას და ისინი სინოდალურს კი არა, თავის კომისიაში მიწვევდნენ, ანუ თვითონ იყვნენ დამბარებლები, ანუ პროკურორები და მოსამართლეები. და ეს წერია პირიქით იქ მართვა გამგეობაში ასე არ შეიძლება, მაგრამ არ ღვევდნენ. ყოველთვის ირღვეოდა ეს, ყოველთვის. აი მართვა გამგეობაში არ მახსოვს ის წერია ეპისკოპოსის ასაკი 75-ის მერე ეპისკოპოსი რომ უნდა გადადგეს. მე მგონი კი. ხო და მერე რომელიმე გადადგა? ო საპენსიო. და რატო დაარღვიეს ეს? ხო და რა მაინც ეს იმას ქნა და იმიტომ რომ კონკურენცია არ უნდათ, მეუფე დანიელი საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იქნებოდა და მეუფე ესაიაც ვისაკასურს აქვს ნათქვამი რომ სიწმინდესო გამბედაობა აღემატებაო, ავაზაკი არ იყო წმინდა, მაგრამ ისეთი გაბედული იყო რომ მან ქრისტეზე თქვა, იქ სადაც ყველა აფურთხებდა ეს კაცი მართალიაო. და იქ ეხლა უნდა აღმოჩნდნენ იმ 20-შიც თუ აღმოჩნდება ისეთი გამბედავი და იტყვის რომ და არ შეეშინდება და არ ჩავაბაროთ რუსეთ ჩვენი ეკლესია. ხო, კირილეს არ მისცენ ხმა. კირილეს არ მისცენ ხმა, ამას თუ გაბედავენ. რა ვიცი, აი მადლობელი ვიქნები და ღმერთმა ქნას რომ რომელიმე მათგანმა ერთმა, ორმა, სამმა გაბედონ და გადააბიჯონ რამე შიშს ან რა ვიცი, ან კეთილდღეობას, არ ვიცი, ეს არ იქნება კეთილდღეობა. იმ წიგნში არის ერთი ის
ერთი ესეთი ადგილი ცოტას შეუძლიაო ღირსეულად მოკვდესო და ხშირ შემთხვევაში ეს ისეთები იყვნენო ვისგანაც არ ელიო. ხო და იმ მოდშიც იქნება აღმოჩნდეს ისეთი ვისგანაც არ ელი და არა, გადადგამს ესეთ ნაბიჯს ღირსება რა თქმა უნდა ყველაზე დიდია და მთავარი. იქ ადამიანზე უწერია იმასთან არის იქ ის რო იყო ვინ არისო ადამიანი და ადამიანი არის ისო ვინცო გამოიგონაო გაზის კამერები იმ აუშვიცის ამბავში წერია და სადაც ადამიანებს ცოცხლადაც წვავდნენო და ადამიანი არისო ისო რომელიც გაზის კამერებშიც გამართული შედიოდაო წელგამართული ანუ ადამიანი არის ესეთიც და ადამიანი არის ესეთიც რაც არჩევანი შენზეა უკვე შენ შეგიძლია გაიმარჯო და იყო დიდი მაგრამ შენ შეიძლება რომ შექმნა გაზის კამერა ო ღირსეულები სხვანაირად იქცევიან ალექსანდრე მაკედონელს უთხრეს ოლიმპიადაზე ხო არ მიიღებო მონაწილეობასო შეჯიბრშიო და კიო ოღონდ ჩემი მეტოქეები მეფეები თუ იქნებიანო და როცა ეპისკოპოსის გეშინია და უგრძალავ ამ ასპარეზზე შენთან ერთად იასპარეზოს ესე იგი იქ ძალიან დაბალი დონე ხარ აი მე უფრო ზენონმა ძალიან დაბალი დონე ხარ და დიდად ვაფასებ და შემდეგაც აი მოსაყდრი დანიშნვის შემდეგაც გაიმეორა თქვა რომ რუსეთი მხარს უჭერსო და აი მე ვიტყოდი რომ მე უფრო ზენონის არ ვიცი რა მოხდება მაგრამ ძალიან განვიცი არავითარი პირადული და არც ის რომ მე რა მეშველება ან მე საწავალ მე ჩემი გზა ნაპოვნი მაქვს მე შვენივრად გზნობ თავს და მთელი ერი მღებულობს და მე ერს ჩემს სიტყვას ანუ ღვთის სიტყვას ყოველთვის ასეც და ისეც მივაწვდი და ვიმოღვაწევებ ამ მხრივ მაგრამ ეკლესია ფაქტიურად იკეტება პატრიოტებისთვის, ერის მოყვარულებისთვის და თუ მეუფეშიო გახდა პატრიარქი ეს მინიმუმ 30 წლით ან 40-ით ქართული სულის მქონე ადამიანისთვის დაკეტილი იქნება და ძალიან ბევრ მტერს აღუზრდის საქართველოს ის ეკლესია, რომელი ეკლესიის პატრიარქიც იქნება მიტროპოლიტიშია. ისტორიულ იმას გავიხსენებ, აი ანტიოქიაში, ალექსანდრიაში, როდესაც არაბები შევიდნენ, ხალხი სიხარული დეგებებოდა ქუჩებში. იმიტომ რომ გამანთავისუფლებელს ხედავდაო ამ არაბებში. და ეს იმიტომ რომ იმ ბერძნულ ეკლესიებს არღებულობდნენ მაინც პროტესტი ჰქონდათ. და ამიტომ განუდგნენ და დაიჭერეს არაბების მხარე მოსახლეობა. და იგივე მოხდება, როცა დაინახავენ, რომ იქ თუ ბერძნული სულის წინააღმდეგი იყვნენ ალექსანდრიაში, ანტიოქიაში და ამის გამო მტერს დახვდნენ ტაშით, აქაც ეკლესიაში დაინახავენ, მტერს უფრო დაინახავენ, ვიდრე მოყვას. თუ საზოგადოებამ ახალგაზრდობა დაიკარგება და თუ საზოგადოებამ ეს აღიქვა და ესე აღიქვა საზოგადოება, რომ ეკლესია არის რუსული ინტერესების გამტარებელი, მაშინ ავტომატურად მასში ეკლესიაში მტერს უფრო დაინახავენ, ვიდრე ქრისტეს. და ეს გამოიწვევს იმას, რომ ხალხი განუდგება ეკლესიას. მართლა ვიღაცას გონია რაღაცა მღვდელმსახურება რო შემიჩერა, ამის გამო მე რაღაცა პირადად რაღაც ბრძოლაზე გადავედი. ბრძოლაზე კი არა, რო გამოვედი, უბრალოდ ეხლა ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი, მაგაზე თვალი როგორ დავხუჭო. მოსაყდრე რომელიც ხედავდა, შიგნით სადაც დაბარებული ვიყავი, რომ მისი მღვდელი ჯაღმაიძე მირტყამს ხელს, ვუბრუნდები და ვეუბნები ამაზე. რომ ხო ხედავ ამას, ხელს რომ მირტყამს, თვალს ხუჭავს. გამოვდივარ, იცის ეს მოსაყდრე მიგ აი, რა ვიცი რა, მე ეს ამბავი ღვთის წინაშე იყო ხა, ხო და მეტი ვის რა უთხრა.
ქრისტეს ხელი დაარტყეს კაიაფას ზინაში, მაგრამ კაიაფას არაფერი არ უთქვა. ხო და არაფერი არ თქვა და ეხლა როგორ არის იცი ჩემთვის ეს არის რაღაც აი მე ამიტომ არის რომ ამბობ რომ მოსაყდრის პატრიარქობა აი ის არ იქნება мама, ერის мама, იმიტომ რომ ჩემს თვალწინ რაც მოხდა, ხო, მამას მერითი დავამტკიცებ, ხა თვითონ ექნება და ალბათ გადაღებული, მე რო იქ ხელი მიმებრუნებინა, იმას ისე კარგად დაამონტაჟებდნენ და დადებდნენ, მაგრამ ეს ფაქტი ხო დევს იქ, ხო და აი ამას კაცი მიუბრუნდი, გამოვედი იქვე ვთქვი საპატრიარქოსთან და არაფერი მე გამოდიან იმ დღესვე თან რაღაც აი რა ვიცი ესეთი ისო გამოდიან იმ დღესვე უცებ კომისია მოაწყვე სადაც კი არ დამიბარეს ესეც დარღვევა მართვა გამგეობის და მდომსახურება შემიჩერეს და აი უბრალოდ ეხა მე ხო ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე როგორ უნდა და თვითონაც ხო იცის ეს აი ღმერთის წინაშე არ ვიცი აი მაგრამ მაგაზე რა გამახსენდა იცი იმ წიგნიდან მაგრამ მიყვარს როგორ ცხოვრობს ეს ხალხი ღმერთის იმ წიგში იმ ფრანგლის წიგში ის რო არის კაპორო იყო ერთი კლელი იყო ძალიან და თან ლექსებს წერდაო სიყვარულზე ხო წარმოიდგინე ახლა კაცი ლექსებს წერდა სიყვარულზე იქ ბარაკში წაუკითხა და ცნობილი იყო როგორც ყველაზე ისეთი სასტიკი და მკვლელი კაპო ხო და ისეა ახლა ეს გამოდის და სახარებას გადაგებს მეუფეშიო კვირას და ვითომ ღმერთზე მსაუბრობს და აქეთ ძალადობა რომ მოხდა მის თვალწინ დელმა ხელი დამარტყა კაც განსაკვეთია და აი სხვათა შორის დღეს რო მირცხულავა გოჩა მირცხულავა რომ დაწერა და გავაზიარე კიდეც რომ იქ რო თქვა რომ რაღაც ნუ ამბები მოყვა რომ ესეო ის პლაგიატობა იმის რომ ის ალექსი შუშანიაზე რაც ჰქონდა დაწერილი მისი არ არის აი როგორ ეს შინაგანად მე ხო ეს ამბავი არ მინახავს აი ხო ყვება ეხა მირცხულავ ამას აი შინაგანად მჯერა რომ 100%-ით გააკეთებდა იმიტომ რომ ჩემი თვალით ვნახე კაცი რომელიც აი მღვდელმთავარი მოსაყდრე იჯდა ჯაღმაიძე ხელს მირტყამდა და მეუბნებოდა რომ არაფერი არ არის არაფერი არ მომხდარაო აი რა ვიცი ხო მაგარად მიყვირს ბევრი უზნეობა მამაო როდესაც საერთოდ მე ადრეს ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ როგორ შეიძლებოდა დიპლომზე ყურადღების გამახვილება როცა მეუფეშიოს აქვს ბათუმის ნაჩუქარი დიპლომი ამას გოჩა მირცხულავაც წერს და ბევრი და მე თვითონ იქ ბათუმში ვინც ასწავლიდა იმან მითხრა ამან ჩვენთან არ უსწავლიაო ჩვენთანო და რო აღმოაჩინეო ჩვენი დიპლომი რო ქონდა გამიკვირდაო და პირველი გამოშვებაა თან იქ ასწავლიდა თვითონ მოდელი ხო და მეც ვიცი რომ აქ იყო მაშინ თბილისში და ბათუმს დაუსწრებელი არა და როცა შენ ნაჩუქარი დიპლომი ეს აჩუქეს იმიტომ რომ რუსეთში ჩაებარებინა მე აკადემიაში უნდა და ეთყობა და უნივერსიტეტში ჩააბარა სადღაც ახალგახსნელში წმინდანის სახელი აქვს თორე იქაურაც მითხრა რომ იქ არაფერი საღვთისმეტყველო არ ისწავლებოდაო რა საგანი იყო როგორც არის ჯულის კანონი ისე ის არ საფრთხურჯული ისე რაღაცა საგანი იყო თორე საღვთისმეტყველო განათლებას არ ღებულობდნენ საერო იყო ჩეულებრივ და აი დიპლომზე როგორ უნდა გაამახვილო ყურადღება ასეთ შემთხვევაში ანუ შენ რო იცი რომ იტყუები შენ რო იცი იტყუები აი ხა ჩემ შემთხვევაში რასაც მე ვამბობ ხო ჯერ ერთი და ისიც ხო არა კანონიკური იყო არ იყო სწორი რომ კომისიის მოწვევა სადაც თვითონ მოსაყდრე იყო ჩემი ბრალდებელიც შემიჩერა და მე კიდე ის რომ საერთოდ არ დამიბარეს კომისიაზე მე რითი გაემართლებინათ მე მამაო მაგაზე ხო გაუკეთა შენიშვნა უთხრა რომ ესე რატო გააკეთეთო და მთელი ერთი თვე მამამ ამბებზე წერდა და გადაგებდა რომ კომისიაზე სადაც დაბარებული არ ვიყავი იქ შემიჩერეს მღვდელმსახურება და ეს არ იყო სწორი კომისიაზე უნდა ყოფილიყავი დაბარებული და მე გამოდის ჯაღმაიძე და ბოტკოველი და მთელი ის მომინძღვნეს ნახევარსაათიანი რა ვიცი ალბათ საუბარი და იქ ყვებიან ხო გადაცემა იქ ყვებიან წარმოიდგინე როგორ რაღაცას იქ ყვებიან და ამბობს რომ მამა ილია რო გარეთ გავიდაო და ჟურნალისტებთან იქ რო თქვაო ჩვენ იქ მივხვდით რომ ესო აზრს არ შეიცვლიდაო ამიტომ არ დავიბარეთო ეხა აი ეს ხომ აი მე რა ვიცი მღვდელმთავრები ხო მოგვისმენენ და ნახავენ ამას ეხა ეს ხო არ არის კანონიკური რას ქვია მე შენ დამიბარე მე მოვინანიებ თუ არ მოვინანიებ შენ რა იცი
ჯერ ერთი და ესეთი პირდაპირ განსაზღვრა ბეჭედი დამადეს, იმიტომ რომ არ უნდოდა და იმ დღესვე შემიჩერეს და ცნობილი რამე მართლა ცნობილი სამართლობა არა არის. ნათქვამი არის, როცა ებრაელებს მიადგნენო მე ხმა არ ამოვიღო, ებრაელი არ ვიყავიო, როცა კათოლიკებს მიადგნე, ხმა არ ამოვიღე, კათოლიკე არ ვიყავიო, როცა კომუნისტებს მიადგნენო, ფაშისტები ხმა არ ამოვიღე, კომუნისტი არ ვიყავიო და როცა მე მომადგენო, არავინ იყო ხმის ამომღებიო. აი ზუსტად ჩვენზე ხო ყველა დადუმდა რომ იქ უკანონობა იყო ვამბობდით და აი უკანონობით უკვე მიადგნენ თვითონ ეპისკოპოსებს. ერთი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას, ეს არ არის პატარა პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემაა და არის გრძელვადიანი პრობლემა, თუ ეს ისე გადაწყდა, როგორც ეს იყო 28-ში და თუ 20 ხმა მიიღო მოსაყდრეში უნდა ის კაპატრიარქ და ეს იქნება ჩვენი ეკლესიის რუსეთისთვის ჩაბარება და ამაში დიდი წვლილი ექნება შეტანილი იმ უღმრთელმთავრებს, რომლებმაც ეს რაღაცაში გაცვალეს ან არ იფიქრეს, რომ ეს ასეთი ძიმე შედეგს მოიტანდა. ამიტომ იმედი მაქვს ღმერთმა მიცეს ყველა ეპისკოპოსს ხნეობა და იმის განბედაობა, რომ საქართველოს ეკლესიას გადაეფარონ და აირჩიონ ღირსეული ორივე კანდიდატი, რომელიც დგას მეუფე შიოსთან ერთად, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი, ორივე ძალიან კარგია. უბრალოდ ორივეს თავის მხრივ აქვს დადებითები და მე იმედი მაქვს, რომ ისინი შეძლებენ მოილაპარაკონ და რამენაირად ერთმანეთის დახმარებით რომელიმე მათგანი გახდეს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი და მაშინ ვიტყვი რომ ღმერთს კიდევ არ გაუწირივართ. მადლობა ღმერთს.